რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში მედია? ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. უნდა შეწყდეს თუ არა ჟურნალისტების დაშინება და მათზე ძალადობა. თემაზე სტუმართან ჟურნალისტ სამოქალაქო აქტივისტსა და სააგენტო ინფო იმერეთის დამფუძნებელ ირაკლი ლაჩიბერაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა თამუნა, მივესალმები მეგატივის მაყურებელს. პირველივე შეკითხვა მინდა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დაგისვა. ევროპარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის საქმეს და ყველამ კარგად ნახეთ რა რეზულტატიც დადგა. ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და დანარჩენი იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული სინდისის პატიმრები არიან. მე მაქვს პირველივე შეკითხვა ასეთი, იმედი თუ გაქვთ, რომ ამ რეზოლუციის საფუძველზე ქართული ოცნება მზია ამაღლობელს გაათავისუფლებს? იმედი მექნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ გვყავდეს ხელისუფალი, რომელსაც აინტერესებს დასავლური და ცივილიზებული სამყაროს აზრი. თუმცა დღეს ქართული ოცნების პირობებში ბუნებრივია, შეუძლებელია ევროპარლამენტარების რეზოლუცია მიღებული იყოს და ის იყოს გათვალისწინებული. შეუძლებელია ეს მოხდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დადგება დრო, როდესაც სინდისის პატიმრების გათავისუფლება მოხდება, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს შესაძლებელია იყოს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როდესაც უკვე არჩევნები დასრულებული იქნება, ქართული ოცნება შეეცდება პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას და შესაძლებელი არის, რომ სინდისის პატიმრები სწორედ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაათავისუფლოს, ნიშნად იმისა, რომ თითქოს ქუჩაში გამოსული ადამიანების ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არის და მათ უთხრას, რომ დამშვიდდით 2028 წელს დაევნოდეთ საპარლამენტო არჩევნებს. ამით შესაძლებელი არის, რომ თითქოს ვიღაცების გული მოიგოს, ტემპერატურა დაწიოს და გააგრძელოს ის პოლიტიკური სვლა, რომელიც მის დღის წესრიგში შედის. ირაკლი, იმავე რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტი გმობს სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, დამოუკიდებელ მედიაზე. როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტების დაკავება, შევიწროება, მათ მიმართ ძალადობა, ცილისწამება, დაჯარიმება, რასაც ძალიან ხშირად ხედავთ ამ ბოლო დროს, რისთვის ხორციელდება, რისთვის სჭირდება ეს ქართულ ოცნებას დასაშინებლად? ხო არის არა, აკეთებენ ეს ადამიანები განცხადებასო და გვაჯარიმეთ და გვიჭრეთ არ გვეშინია. აბა რა ასემსახურება ეს ყველაფერი? ქართულ ოცნებას სურს დაშინება მასობრივი მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო სექტორის. ჩვენ ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში, რომ სასამართლო პროცესებში, სასამართლო დერეფნებში ვხედავთ ცნობილ ჟურნალისტებს, ჩვენს კოლეგებს თბილისიდან, რომლებიც რომელთა პროცესებიც ერთმანეთის მიყოლებით ინიშნება. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ჟურნალისტი დაშინდეს, მან არ გამოხატოს თამამად მისი პოზიცია, მან არ გააჟღეროს მისი შეფასება სოციალურ ქსელში. ჩვენ ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ დაიბარა, მათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ, ისინი მეტნაკლებად შეძლებენ ამ ჯარიმების გადახდას, თუმცა დანარჩენ საქართველოში, იქ სადაც ხელფასები რეგიონულ მედიაში მიზერული თანხა არის, ჯარიმის შიშით ალბათ ბუნებრივია მომავალში ვეღარ დავწერთ, ვეღარ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას სოციალურ ქსელში. იმიტომ რომ Facebook პოსტების გამო ყველამ ნახეთ, აგერ დავიხილეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ჟურნალისტებს უჩივლა და მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ თქვენ, არის თუ არა ეს უკვე ცენზურის გაბატონება? კი, ეს არის ცენზურა. ჩვენ უკვე ვართ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ავტორიტარულ სახელმწიფოში და გადავდივართ ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც ხელისუფალის მთავარი ინტერესი არის მედიის მიწასთან გასწორება, სამოქალაქო სექტორის მიწასთან გასწორება და ის რაზეც დგას დემოკრატია მთლიანად მოშალოს, მთლიანად მოარღვიოს. ვიტყვი იმას, რომ დემოკრატიის საფუძვლები, რომ დავგუგლოთ, თუნდაც იმ ცნობილ ChatGPT-საც რომ მკითხოთ, დგას შემდეგ ბურჯებზე, ესე რომ ვთქვათ, და პრინციპებზე. ეს არის ის, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება და არჩევნები არის მიტაცებული და ეს ამაზე სავარაუდოდ ალბათ ყველა ვჯერდებით. დემოკრატიის საფუძვლები ასევე თავისუფალი და კრიტიკული მედია, რისი მორღვევაც, რისი განადგურებაც სურს ქართულ ოცნებას. დემოკრატიის საფუძვლები არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლის განადგურებაც უნდა ქართულ ოცნებას.
გუშინ მკითხულობდი, რომ ერთ-ერთმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ მათ დახურა ოფისი, ის ვეღარ ახერხებს ქირის გადახდას. უამრავ ორგანიზაციას კი ანტიკორუფციულმა ბიურომ იმართა და პერსონალური ინფორმაციას ითხოვს იმ ადამიანებისას, რომლებაც წლების განმავლობაში მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციას. მაგალითად, საფარმა უპასუხა, რომ მათ ეს პერსონალური ინფორმაცია განადგურებული აქვს. მოგეხსენებათ, საფარი ძალიან სპეციფიური მიმართულების არასამთავრობო არის, ის ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბუნებრივია ამ ტიპის ინფორმაციის გადაცემა ძალიან საშიში ტენდენცია იქნებოდა, რომ შესაძლებელია სწორედ ამ ადამიანებზე პერსონალური და პირადი ინფორმაცია გაიგოს ქართულმა ოცნებამ, რომელიც შემდეგ შესაძლებელია, რომ ამ ხალხის დაშანტაჟების მთავარი წყარო გახდეს. გეთანხმებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება და ქვეყანაში ეს დამოუკიდებელი სიტყვის თავისუფლების მქონე მედიის გაქრობა ზოგადად ქვეყანას რას მოუტანს? აი რა ვითარებაში აღმოჩნდებით საზოგადოებას მომდევნო წლებში, მომდევნო თვეებში, შემდგომ ცხოვრებაში თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აღარ დაჭირდება? ბუნებრივია დაჭირდება, ამ კითხვას აქვს ორი პასუხი, ისევე როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ვიტყვი იმას, რომ ვერასოდეს ვერცერთ ხელისუფალს ჩვენს ქვეყანაში ვერ მოუგია ომი და ბრძოლა მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე ვისურვებდი, რომ ეს ბრძოლაც და ეს ომიც მოვიგოთ ჩვენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. ვარაუდობ, რომ ეს არის ზამბარის პრინციპი. ქართული ოცნება წელავს ამ ზამბარას და შესაძლებელია ის ძალიან მწარედ და ძალიან ხისტად მოხდეს ცხვირში და ამას ვისურვებდი, მაგრამ მედლის მეორე მხარე არის ის, რომ დაიღალა ადამიანები ბრძოლით, დაიღალა ჟურნალისტები, მასობრივი გადინება ხდება კრიტიკული აზრის ემიგრაციაში. ნებისმიერი პროფესიიდან და მათ შორის ჩვენ სფეროშიც, მედიაშიც შესაბამისად არ ვიცით სამდე გამოვავლენთ ბრძოლის უნარიანობას. რა უნდა დაუპირისპიროთ? დასაპირისპირებელიც აღარაფერი აღარ დაგვრჩა? დიახ, შიშველი ხელებით ვართ, შიშველი ხელებით და ენთუზიაზმით. ბიზნესი კრიტიკულ მედიაში რეკლამას აღარდებს. გრანტების შესახებ კანონი აკრძალული არის. ესე იგი, ორგანიზაციამ უნდა აიღოს ხელისუფლებიდან ნებართვა, რომ დავაფინანსებ იმ მედიას, რომელი მედიაც ჩაატარებს საგამოძიებო ფილმს შენზე, რა თანხა მოტეხე. ეს ხო აბსურდია, რომ არც ერთი ხელისუფალი არ დათანხმდება ამას, რომ მედიამ მასე მოამზადოს კრიტიკული და მამხილებელი რეპორტაჟი. შესაბამისად, განმეორდები და ვიტყვი, რომ ბიზნეს რეკლამა აღარ მოაქვს, გრანტები შეჩერებულია, როდემდე გაგრძელდება ესე ინერციის პრინციპით კრიტიკული მედიის არსებობა. ეს უცნობია და რაც შეეხება განსაკუთრებით რა ბედი ეწევა რეგიონალურ კრიტიკულ მედიას. რეგიონული კრიტიკული მედია ამ წუთას არის რეანიმაციურ ბლოკში, ესე ხატოვანი შედარება რომ გავაკეთოთ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მისი დღეები სამწუხაროდ არის დათვლილი. მე არ ვიცი, თქვენ ბუნებრივია ღმერთმა ბევრი თანხა მოგცეთ და ეს შენობა თქვენ გეკუთვნით და ქირას არ იხდით, მაგრამ ის მედიები, რომლებიც ქირით არიან შესული სხვადასხვა ფართებში, სადაც მოწყობილი არის ტელევიზიები, სადაც მოწყობილი არის რედაქციები და ასე შემდეგ, კომუნალურების გადახდას ვეღარ ახერხებენ. მე ვესაუბრე ქუთაისში ცნობილი სააგენტო, ქუთაისი პოსტის ჟურნალისტებს, ისინი ამბობენ, რომ მაქსიმალურად კამრების შემოჭერაზე არიან გადასული, შეიძლება დღეს და ხვალ უკვე ოფისი დახურონ, იმიტომ რომ ვეღარ იხდიან თანხას. და ესეთი სურათი არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და რაც შეეხება თამუნა შენ შეკითხვას საზოგადოება რას მიიღებს ამით ბუნებრივია საზოგადოება ბევრ რაიმეს დაკარგავს კრიტიკული მედიის დახშობით, დახურვით და განადგურებით, რადგან ჩვენ ხომ სწორედ ადამიანების მთავარი მოკავშირეები ვართ. ჩვენ ვაჟღერებთ და ვახმოვანებთ იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებმაც ხელისუფლებას ხმა ვერ მიაწვდინეს. ანუ და ყვალდაზე რაიმე პრეცედენტი რომ შეიქმნება იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია საჭირო გახდება იგივე თუნდაც ნებისმიერი რიგითი მოქალაქისათვის სამწუხაროდ იმის ფუფუნებაც აღარავის ეკნება, რომ მისი ხმა მივიდეს იგივე ხელისუფლამდე, იგივე სამართალდამცავამდე, იგივე
თუნდაც ხალხამდე რომ თანაგრძნობა და სამწუხაროდ ესია მე რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ მაგალითად ჭიათურაში უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს მაღარუელები თავდაპირველად სხვათა შორის ქართული ოცნების მიმართ სიმპათიებით იყვნენ განწყობილი ისინი უბრალოდ ამბობდნენ რომ ჩვენი პრობლემა გვინდა მოვაგვაროთ თორემ იდეოლოგიურად ქართული ოცნების მომხრეები ვართ თუმცა დღეს ისინი დარწმუნდნენ რომ მათი მთავარი მოკავშირეები ამ ეტაპზე სწორედ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ და დღეს ამბობენ რომ არა ამ ტიპის მედია მათი პრობლემა ფაქტობრივად გაუჟღერებელი აღმოჩნდებოდა მე მახსოვს როდესაც თავიდან მათ აქციები დაიწყეს ისინი უარსეუბნებოდნენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და ამბობდნენ რომ მხოლოდ იმედის რუსთავი ორის და პოსტივის ეთერში გააჟღერებდნენ მათ პრობლემებს თუმცა როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში დაინახეს რომ მათი პრობლემის მათი სათქმელის გასაჟღერებლად ადგილზე არც ერთი სამთავრობო მედია არ ჩავიდა და მხოლოდ კრიტიკული მედია ოპოზიციური მედია ჩავიდა ისინი დარწმუნდნენ იმაში რომ სამთავრობო მედია ხალხის ადამიანების პრობლემებს არ აშუქებს დღეს ისინი უკვე სხვა პოზიციაზე არიან ამბობენ რომ აუცილებელი არის ქვეყანას კონდეს კრიტიკული მედია ასევე ვანის მუნიციპალიტეტი მკვეთრად სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან ეს იმიტომაც რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი ლილუაშვილი ვანიდან არის და ისინი ძალიან ესეთი მკვეთრად გამოხატული მუნიციპალიტეტი არის ოცნების მხარდამჭერების თუმცა როდესაც ჰესის მშენებლობა დაიწყო სულორში და მათ უნდოდათ ხელისუფლებისთვის გაეგონებინათ მათი სათქმელი და დაურეკეს სამთავრობო მედიას იქ არავინ არ ჩავიდა როგორც კი კრიტიკულ მედიას დაურეკეს ჩავიდნენ გააშუქეს ამ პრობლემის შესახებ თელმა საქართველომ გაიგო და მეორე მესამე დღეს უკვე სამოქალაქო აქტივისტები თბილისიდანაც ჩავიდნენ და ამ ადამიანებს გვერდით დაუდგნენ მათ შემდეგ პირად საუბრებში მითხრეს რომ მათ დააფასეს მაშინ მთავარი არხი ჯერ კიდევ არსებობდა მაშინ დააფასეს მთავარი არხი ფორმულა ტვ პირველი მეგატივი და ასე შემდეგ ისინი მიხვდნენ რომ ადამიანებს როცა პრობლემა აქვს მათი მთავარი მოკავშირე არის სწორედ ამ ტიპის მედია კი ბატონო, მაგრამ ასე ართულიან, თქვათ, კომუნიკაციების კომისიაში, იმიტომ რომ განაცხადეს კონკრეტულად ბატონმა ბექაურმა განაცხადა, რომ მედია გარემო თურმე უნდა გაჯანსაღდეს, მოტივირებული ვართ ჩვენო, მან განაცხადა, რომ მედიასთან ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა აღარ უნდა იყოს მედიაში, ასე განაცხადა კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და მე მოგწესრიგეთ შეკითხვა, რისთვის შეიძლება დასაჯონ მედია? იმიტომ რომ კახა ბექაური ამბობს, რომ მედიის დასჯაზე ჯერ თურმე ლოიალურად იმოქმედებენ და მე როცა უკვე მიგვაჩვევენ ალბათ ამ ყველაფერს, მე უფრო კაცრი იქნებიან. აი, რისთვის შეიძლება დაისაჯოს მედია? ზუსტად იმისთვის, რომ თქვათ კონკრეტული ერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ სულორში არ უნდათ ჰესის აშენება მოსახლეობამდე მიიტანეს. კახა ბექაური ამ გზავნილში ამბობს იმას, რომ მედია დაიშება იმის გამო, რომ ასრულებს მის მოვალეობას. ჩვენ ხომ უნივერსიტეტში პირველ კურსზე და პირველ ლექციაზე ლექტორებისგან ვისწავლეთ, რომ მედია უნდა იყოს ჩასაფრებული. მედია არ უნდა იყოს ხელისუფლების მოკავშირე. მედია უნდა იყოს მოდარაჯე ძაღლი, რომელიც ყოველთვის ამხელს ხელისუფლებას. ბუნებრივია და შესაბამისად კახა ბექაური ამ სიტყვებით ამბობს იმას, რომ ასეთი არ უნდა იყოს ის რაც ისწავლება წიგნში და ის რაც გვითხრეს, გვეუბნება რომ ასეთი თუ იქნებით დაგაჯარიმებთ, მაგრამ შესაძლებელია კახა ბექაურმა მომავალში სხვანაირად იფიქროს. დაახლოებით კახა ბექაურის მსგავსად ფიქრობდა გიორგი გახარია, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, მას არ წარმოედგინა თუ დღეს 6 წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან. გიორგი გახარიას ალბათ არასოდეს წარმოედგინა, რომ იმედი მისი ოპონენტი გახდებოდა. მედია, რომელიც მისი მჭიდრო მოკავშირე იყო, დღეს მას ცილს წამებს და ისეთ რეპორტაჟებს ამზადებს, რომელიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. გიორგი გახარიაც მიხვდა, რომ კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია. ასევე მიხვდა, რომ აუცილებელია კრიტიკული მედია ეკაბესელიაც. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ოცნების დასაკრებად. მაგრამ ირაკლი, ქართული ოცნების მთავრობა შესაძლოა ეს კრიტიკული მედია ზუსტად იმიტომ არ უნდა და იმიტომ თქვათ მოხდა დაჯერიმება Facebook პოსტების გამო. რომ არ უნდათ ამ ადამიანებს ხალხის შეფასებები აი ესე საჯარო იყოს, ხალხის აზრი ვთქვათ და ხალხის მათ მიმართ გამოთქმული საყდურები იყოს ცნობილი. ამაზე არ გიფიქრია? როგორ არ მეფიქრია?
დღეს ქართული ოცნების ლიდერები აჟღერებენ და ახმოვანებენ იმას, რასაც ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. და ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ თქვა, გამორთეთ რუსთავი 2 და ქვეყანაში პრობლემები მოგვარდება. იმ რუსთავი 2-ზე ამბობდა, რომელიც მაშინ კრიტიკული იყო. და ანუ ის ფიქრობს, რომ თუ გამორთავ მედიას, თუ დახურავ მედიას, თუ ხელბორკილებს დაადებ ჟურნალისტს, ადამიანები ვეღარ გაიგებენ, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები. შესაბამისად, ამ იდეოლოგიაზე, ამ საფუძველზე არის დაშენებული შემდეგ მთელი ქართული ოცნების ლიდერების message box-ი. ისინიც ფიქრობენ, რომ თუ პირობითად მაგალითად გამორთავს ოპოზიციურ ტელევიზიებს, ოპოზიციურ საინფორმაციო სააგენტოებს და რადიოებს, ხალხი ვეღარ გაიგებს თითქოს პრობლემებს. ანუ ასეთი წარმოდგენა აქვს ხალხზე, ანუ ის ფიქრობს, რომ თუ აღარ იარსებობს კრიტიკული მედია, ადამიანი ვერ მიხვდება, რომ უჭირს, მაგრამ ის რომ მაცივარს გამოაღებს და საკვები არ დახვდება, მისი ხელფასი რომ არ გაზრდილა წლიდან წლამდე, მისი გასავალი რომ გაიზარდა, პროდუქტებზე რომ ფასი გაიზარდა, ტანსაცმელზე რომ ფასი გაიზარდა, მედიკამენტებზე რომ ფასი გაიზარდა, ამით ვერ მიხვდება, მაგრამ ფიქრობს, რომ თუ ამაზე ვინმე რეპორტაჟი ვერ მოამზადებს, მაინც კარგი იქნება ხელისუფლებისთვის. უცნაურ გარემოში გვიწევს ცხოვრება, დღეს ვისჯებით იმისთვის, რომ საკუთარ Facebook გვერდზე ვიღაცის მიმართ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება, ხვალ რა იქნება შემდეგი თავისუფალი თეთრი ფურცლის გამო, ისე როგორც რუსეთში მოხდება ჟურნალისტების დაკავება? და ნებისმიერი ადამიანის, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვა? არ გამოვრიცხავ, იქედან გამომდინარე, რომ ვინმეს რომ ეთქვა, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, რომ შენს Facebook-ზე გამოხატული პოზიციის გამო შეიძლება ვინმემ დაგაჯარიმოსო, შეიძლება სიცილი აგვეთეხა და გვეთქვა, რომ ეს დაუჯერებელი არისო. რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ხელისუფლება აგიკრძალავს საერთაშორისო საზოგადოებიდან გრანტის აღებასო, ამას არ დავიჯერებდით. ვინმეს რომ ეთქვა რამდენიმე წლის წინ, რომ მედიის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მისი ცხოვრება ემსახურება ამ პროფესიას, ვინმე აგენტს უწოდებდა, ამას არ დავიჯერებდით. მაგრამ დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, როცა შესაძლებელია რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ჩვენ მართლაც მივიღოთ ის გარემო. რამდენიმე წლის წინ ვინმეს ეთქვა, რომ საქართველოს უარს იტყოდა ევროპასთან ურთიერთობაზე და კურს შევიცვლიდით, ალბათ ესეც ძნელად დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ძალიანაც რომ გინდოდეს ადამიანს დაიჯერო, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისკენ ვისწრაფვით, ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც გაგიჭირდება. კი, ერთ-ერთმა იურისტმა თქვა და მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები, ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დემოკრატია არა წიხლით დაანგრია, არამედ აგურ-აგურ ისე მოშალა, რომ ვერ გაიგე, როდის უნდა გაგეპროტესტებინა, როდის უნდა გამოსულიყო ქუძზე კაცი, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვახსოვს, რომ 28 ნოემბერს, ოდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანამ შეაჩერა ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა, მაშინ გამოვიდა მართლაც 10,000 ადამიანი, თუმცა ამ ადამიანების პროტესტი ხელისუფლებამდე არ მისულა, მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ნაბიჯ ისე მოირღვა დემოკრატიული პროცესი, ნაბიჯ ისე შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, რომ ვერ ვხვდებით თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ და როგორ შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს. ძალიან სამწუხარო ნოტაზე გვიწევს დამშვიდობება, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი წარსულით, ჩვენი პროფესიები მაქვს ხედველობაში და ჩვენს მიერ გაკეთებული სიუჟეტებით, ჩვენი პოზიციებით, ჩვენი ნაშრომით არასოდეს აღმოჩნდებით ზუსტად თავისუფალი თეთრი ფურცლის გამო დაკავებულები და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ჩვეულებრივად გაგრძელდება ცხოვრება, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება იმის უფლება, რომ გამოთქვას თავისი აზრი და ასევე მე და თქვენ და დანარჩენ ჟურნალისტებს ექნებათ იმის საშუალება, როცა ადამიანი რაღაცა პრობლემაზე საუბრობს, ის ჩაწეროს და ამის გაშუქებაზე სასჯელი არავინ დაგვიწესოს. მეც იმედი მაქვს ასე იქნება, თუმცა როდის დადგება ეს რეალობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. გამძლეობას გისურვებ თქვენ, საკუთარ ტელევიზიას და ყველა ჩვენს კოლეგას. მადლობა რომ მოხვედით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდა ჟურნალისტი ირაკლი ვაჩბერაძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.